ერთი ვინმე ახალგაზრდა აფხაზია ამ მთის შვილი რთულ ცხოვრების უარმყოფი მცირედითაც კმაყოფილი ანუ პიროვნება შემოვიდა უკვე ამ ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი კარგი თოფი კარგი ხმალი კარგი ცხელი და ნაბადი რა სინატრებს სხვას ამისმეც კაცი მისებრ დანაბადი აბა რა გავიგეთ თანო რა არ გაგვიწეს ყურადღება თან აბა მიკოლოს რაო რა ხდება სადაურიო სადაურიო არ მისმე აფხაზია კაცია უნდა მომისმინე ფეხები გააჩერე ესე იგი ახალგაზრდა კაციაო აფხაზიო მთის შვილიო ესე იგი მთაში ვართ აფხაზეთის მთაში ვართ რთულ ცხოვრების უარმყოფი მცირედითაც კმაყოფილი რას ნიშნავს ანუ მას რთული ცხოვრება არ უყვარს და ცოტა ექნება იმითაც ხო რაც აქ კმაყოფილიო ესე იგი მადლიანი კაცი ყოფილა ხო ზოგი რაც აქ იმითაც უკმაყოფილოა აი ეს არა მაქვს ის არა მაქვს უცუდად ზოგი რაც აქ დინება უფალს იცახეს რაც ამაქვს მადლობა უნდა ეს უკვე მადლიანი ადამიანი ესე იგი მადლიანია რა აქვსო კარგიო კარგი თოფი, კარგი ხმალი და ცხენი. ცხენი, ესე იგი ვაჟკაცი ყოფილა, ხო? მომისმინეთ ყურადღებით, თქვენ ყველა უნდა ჩავთო ამაში. გააჩერე ფეხები. მხოლოდ ერთს კი და ის ერთიც არის მარტო სიყვარული. რითაც მხოლოდ ქვეყნიური ნეტარება არის სრული. რა ყოფილა ყველაზე სრული? სიყვარული ყოფილა ყველაზე სრული ნეტარება დედამიწაზე. ნახეთ, აკაკი მხოიც ისეს ყველაფერი. ბედმა ესეც არ დააგო, განასხვავა ვით რჩეული, სიყვარულსა მის მონაშუქს მიაშუქა სიყვარული. აბა რაო, როგორი სიყვარული აქვს? ამ აფხაზო. მონაშუქი, რას ნიშნავს მონაშუქი? ესე იგი ამასაც უყვარს და იმასაც უყვარს. იმანაც მოაშუქა სიყვარულიო და ამანაც მიაშუქა. ესე იგი ერთმანეთი შეუყვარდათ. გასაგებია? ერთი თვია, რაც რომ ცოლად მიიყვანა, ვინც უყვარდა, ვისაც გულში ცის ქვეშეთი შეუწონა, შეუფარდა. რა გააკეთაო? ცოლად მოიყვანა. ახალი დაქორწინებული ყოფილა, ვინც უყვარდა, ის მოიყვანა. ბედნიერება, ხო, ბავშვებო, ვინც გიყვარს, იმასო გაყვები და იმასაც უყვარს და იმასაც, სოლსაც და ქმარსაც ერთმანეთს. ნაზიბროლა სახელია, სამეგრელო სასულია. მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი ედემს ალვა ასულია. რა ქვიაო პატარწას? ნაზიბროლა. გაგიგიათ ესეთი სახე? ნაზი ხო გაგიგიათ? ეს ნაზიბროლა. მაგარი სახელია ნაზიბროლა. ნაზიბროლა ქვიაო სახელი. საიდან არისო? სამეგრელოდან. კი ბატონო. გააჩერე ფეხი. ელფერობით ვარდი არის. სინაზით კი მორცხვი ია. ტრფობისათვის ჯერ პირველად გულის კარი გაუღია. რას ნიშნავს პირველად გაუღიაო გულის კარი? პირველად შეუყვარდაო, რა მაგარი არის, არა პირველად ვინ შეგვიყვარდება და იმასო გაყვები ცოლად. ხო მაგარი რამეა, ძალიან მაგარი რამეა. ცადა ქვეყნის შუამავლად მიაჩნია მას აფხაზი. გულში გულს სდევს. სულში სულს ცვლის, ხორცს ეწმახვის სუროვარდი. ნეტავი მათ სიყვარულს და მათ უხმო აღსარებას ერთად გრძნობენ ამ ქვეყნადვე სასუფევლის ნეტარებას. რაო? რომ მათ გაცვალეს, ან ჯვრის რომ მათ გაცვალეს სულები, ერთი სხეული მეორეს ეკუთვნის და მათ ამ ქვეყნიური სამოთხე გაიხადეს თავის ცხოვრებას. სამოთხე გახდა, ერთმანეთი რო უყვარდა ღმერთია მათთან. უკვე სამოთხეში ცხოვრობენ, ახლა აკაკი ყველაფერი როგორ მაგრად იცის. რა ჩვენ ეს ვიწერიო სულ ყველაფერი. მიდი საყვარელი. მაგრამ ახლა იწყება ასეთი რამე. იძაბება სიტუაცია, უყურეთ ახლა, მაგრამ ხანგრძლივე სოფელი გაახარებს ვინმეს განა. თაფლში ურევს მწარე ნაღველს, რისას მისი გამოცანა. აბა რაო? ტერიუტებს. მოდი, გადმოდი აქ საყვარელო, გადმოდი წინ. მოდი საყვარელო.
აბა თან გითხარი რაო? მტერი მიწევს მის ოჯახს. ესე იგი დაიძაბებავს. როცა სოფელი მოყოლი არავის ახარებს და მათ ცხოვრებაშიც გამოჩნდა რაღაც სიმწარე. და გვამზადებს ავტორი, რომ რაღაც სიმწარე წამოვაო რა, ავტორი გვამზადებს. გავემზადოთ ჩვენც? როგორ გავემზადოთ? კარგად დავსხდეთ? რომ ახალი ამბავი იწყება, აბა დავსხდეთ კარგად. ბოლოს ბნელა ისე რომ აღარ ჩანს თითი თვალთან მიტანილი ცამრის ხანებს ელვაჭექამ ნადირსაც კი უფრთხო ძილი როგორი ამინდიაო ღამეაო ხო ღამე სიბნელე არაფერი არა ჩანს და ჭექა ხუხილი და წვიმა და თქეში და ქარი და უბედურებაა ამ დროს ხოლმე თვითეშმაკიც ეძებს ძრწოლით თავშესაფარს მაგრამ დახეთ ვიღაც მგზავრი სტუმრად მოსდგა აფხაზის კარს აბა რაო თამარ მას ეშმაკიც კი ეძებს თავშესაფარს ისეთი ცუდი ამინდიაო ეშმაკსაც კი არ უნდა გარეთ გამოსვლაო და უცბათო სტუმარი მოვიდა გაუკვირდა აფხაზს და თქვა ამ თავსხმაში ეს ვინ არის თავსხმა მაგარი წვიმარო შეუკიდა ცეცხლს და უცბად გამოაღო ფაცხის კარი თავსხმა არისო მაგარი წვიმაო და უცბად სტუმარი მოადგაო და გაუკვირდა მასო ცეცხლი შეანთო და წავიდა რომ გაუღოს კარი ფაცხა იცით რა არის ხის მოწნული სახლია პატარა ხის მოწნული სახლი ასპინძელო დაიძახა სიცილით თქვა წახდა ჩემი ხუმრობაო ვერ მიცანი თუ მოგწყინდა ეს უდრო სტუმრობაო იმან უთხრა ვინც მოვიდა რა არის ვერ მიცანიო ნაბადში იყო გახვეული და იგივე ვერ იცნო იმან და რო გადაიზრო ნაბადიო უკვე დაიცნო სტუმარი საფარ შენ ხარ საფარ სახელი არის საფარ შენ ხარ ენაცვალოს ძიძიშვილი მაგ შენს თავსო ეგ თვალები რაღაც ნახვენ შენს უკეთეს სანახავსო ეხლა უნდა აგიხსნათ რა არის ძიძიშვილი ადრე ბავშვებო ასეთი წესი იყო დედიკო და მამიკო აიყვანდნენ ხოლმე ძიძას მოსავლელად ბავშვისთვის აი აკაკის ცხოვრებაშიც ასე არის რომ დიდარ ხალხს ერჩივნა რომ უბრალო გლეხს გაეზარდა ბავშვი მას რომ ნეტარებაში არ გაზრდიდნენ და ბევრი ეშრომათ და თან გლეხები უფრო კარგ თვისებებს უღვიძებდნენ ბავშვს შრომობდნენ თავდაბლობაში იზრდებოდნენ სიყვარულის ფასი იცოდნენ ბავშვი იზრდებოდა იმათთან ერთად იზრდებოდა ბავშვიც იმათთან თავიანთან და გლეხურად იზრდებოდა მდინარეზე გაიქცეოდა დედიკოს მიეხმარებოდა ძიძას ამ შემთხვევაში და უყურე ახლა ძიძაროს დიდა ძიძა ძუძუსაც ძიძა აწოვებდა ხოლმე აი უყურე შეიძლება ერთ ძიძას ერთი კაცი რუსთავიდან ჩამოუყვანო გასაზრდელად ერთი კაცი თბილისიდან და ორივე გაზარდოს თვითონ და იმის ძიძაც ეს ქალი იქნება იმის ძიძაც ეს ქალი და ისინი ერთმანეთის ძიძიშვილები გამოდიან მიხვდით რა არის ძიძიშვილები ანუ ძიძა რო საერთო რას ნიშნავს ესე იგი ამასაც აწოვებდა ძიძა ძუძუს ამასაც აწოვებდა თქვენ ერთმანეთის მაგაცები ხართ ამას ქვია ძიძიშვილები იმიტომ რომ ერთი ძუძუ გაქვთ ნაწოვი ერთი ძიძის გაზრდილები ხართ და ეს მაკაცობაში ყველაზე მაგარ მეგობრობა და ძმაკაცობა თითოლებოდა მიხვდით რა არის ძიძიშვილი მოუვიდა იმიტომ უთხრა რაღაც ნახავს ჩემი თვალები შენზე უკეთეს სანახავს აბა გავაჩეროთ ახლა ფეხები იწყება ახლა მაგარი ამბები მოეხვია გადაკოცნა როგორც ძმა და თავის ტოლი და მერე კი გააღვიძა შიგნით მწოლი მისი ცოლი შეეხვეწა აბა ჩქარა მოამზადე ვახშამიო შორი გზა აქვს გამოვლილი არ ექნება ნაჭამიო მოდი ახლა ყურადღებით დავაკვირდეთ როგორი ქმარია აფხაზი სტუმართ მოყვარე თავის ძმას უვლის და ყურადღება მიაქცია სტუმართ მოყვარე ძმა ძიძიშვილი უყვარს აბა კიდე უთბილი კი ბატონო ზურნველი მოსიყვარულე ვის
სცვალეს იძიშვი. აბა რაში გამოიხატება? გააღვიძა და არ გაუყვირა. ყოჩახ. პირველი ანალიტიკური აზროვნება ამან ერთი ქულა უკვე დაიმსახურა. ნახეთ რას მიამჩნია. ზოგი ესე ეთქვა და ადექალო რას აგზინავ დროზე დაყვირე ვერ ახედავ კაცის შველი მოვიდა. ამას კიდე უხეშად ეთქოდა. ქალს გული მოუგდებოდა უკვე და კარგ სუფრას არც გაუშლიდა. ხო ასეთი ქალი. მაგრამ თუ შენახე დაუკვირდით კიდე უნდა წავიკითხო. შეხვეწა. იცით რა იშვიათად ეხვეწებია ქმრები ცოლებს და წესით ნახე როგორი ქმარია როცა შეეხვეწა რა ისე რო ეთქვა მაინც ხო გაამზადებდა გაიგუძე დროს ხლა რაღა დროს ძილია კაცი დასვენებული მოვიდა მაგრამ უყურეთ ამან რა გააკეთა შეეხვეწა არ დაუყვირა როგორი ყოფილა საყვარელი 7 კეთილი მოსიყვარულე, ზრუნველი, ყურადღებიანი, ფაქისი, ნახე შეეხვეწა. და ქალს გაუხარდებოდა, რომ რა თქმა უნდა, ასეთი კალი ზედ გადაყვება, თუ შეეხვეწები. აი, მეგობრები მომივლეთ, ხო? ჩემო საყვარელო მეუღლე, რო ეთქვი, არ მინდოდა შენი შეწუხება ამ შუაღამისას, მაგრამ აი, ძველი მეგობარი მომივიდა და იქნება რამე თუ გვაქვს რამე საჭმელი, მიხვდი? არაფერი რო არ გქონდეს. აი ყოჩახ, გასაგებია, აბა გავაგრძელოთ. არა ბათუ. ანუ სახელიც გავიგეთ, ბათუ ქვიებია აფხაზი. გავიგეთ. ბათუ არის ესეთი სახელი, ოფერები. ვახშამს აღჭამ, არ მცალია მაგისთვისო. მე სხვა მადამ აქვს აშლილი, სხვანაირი გულის თმისო. ჭამისთვის არ მცალია უთხრა. ალმას ხატს ხომ კარგად იცნობ, ალმას ხატი სახელი არის ბავშვებო. თავმომწონე ინალიფას მის ცხენსა და მის იარაღს ვერ ვინდასდებს ღირსე უფას ვაშკაცია თვალტანად ცხენოსანი უებარი მეტოქია ჩემი მხოლოდ ერთადერთი საშიშარი როგორი კაციაო ალმას ხატი საშიში ძლიერი კაციაო ცხენიც თოფი იარაღი მაგარიო და ჩემი ფას ვერ დადებს ფას ვერ დადებო ისეთიაო და აი ეგ არისო ჩემი მოწინააღმდეგეო მაგასთან ამაქვს საქმე გასასწორებელია აბა ფეხები გავაჩეროთ საყვარელო აბა ფეხები გავაჩეროთ მოусმინოთ ზია ხანუმ შენც კი იცი ზია ხანუმ სახელი არის ბავშვი ზია ხანუმ შენც კი იცი რომ შვენებით განთქმულია ბევრი კარგი ახალგაზრდა მის ღიეშით დაბმულია როგორი ყოფილა ზიახანი? ეშვით. ყველას რომ მოსწონდა. ყველაზე ლამაზი ქალი ყოფილა, მიხვდი? ყველა ახალგაზრდა შეყვარებულია მასეო, ყველას მოსწონს ესეთი ლამაზიაო. აბა მეც მომხიბლა ჯადოსანმა, დამამარცხა, დამიმონა, და თუ ქალი მაჯობებდა, არ ვფიქრობდი, არ მეგონა. მე ჩემი გულიც იმ ქალმა მოიგო ისეთი ლამაზიაო. ჩემი ყვარდაო რა ის ქალი. უყურე ხლა? დავიცოდი თუ ასე ძალიან შემოყვარდებოდა. რა ვიცოდიო, ქალი თუ ასე დღეს ჩამაგდებდა, მე მეგონა მაგარი ვიყავდი. დიახ? გულში ჩავარდა. ეხლა დამიჩემაო, ანუ მითხრაო რა. თუ გიყვარვარ, დახარ ჩემი მოგვარეო, ინალიფას ლურჯი ცხენი ამ სამ დღეში მომგვარეო. ანუ მას მოუგე. აბა, რა უთხრა შეყვარებული? ეს ლურჯი ცხენიო სამ დღეში უკვე მომიყვანე. მომიყვანე, თუ გიყვარვარო და დაგიჯერებ რომ გიყვარვარო. აბა, ვის მოეწონა ასეთი სიყვარული? რაო? გამომყენებელი. შეიძლება ასეთი სიყვარული ის მომიტანე, ის მოიპარე, ის მოკალი, წაართვი, თავში ჩაართვი და მე მომიტანე, არ მოიტინე? თუ გიყავს არაფერი არ მომოსთხ. რა თქმა უნდა, აბა. ის გააკეთე თუ მინდა რომ ეს გაიკეთო. ხო, მაგრამ ეხლა რა ქნას ეს შეყვარებულია. ამან უთხრა მომიყვანეო და შეყვარებულის გულისთვის ხო ყველაფერს გააკეთებ, მისი გული რომ მოიგო. და შეყვარებული რო ხარ, სულ ყვაზე კი არა ხარ. კარგი, აბა ეხლა მას თანამედროვე ხალხშიც ესეა, ფულს თუ არ მისცენ არ გამოყვება. არა? ო, საინტერესოა. ეხლა ეს მაგაზე მე რა უნდა ვიჩერდე. აი, რისთვის მოსულ ვარ აქ. ჩემო კარგო მეგობარო, მე მინდა რომ ალმას ხატის ლურჯი ლაფშა მოიპარო.
რისთვის მოვედიო, რა უნდა მოვიპარო? ცხენი, ესე იგი აი ცხენი უნდა მოვიპარო და შეყვარებულს უნდა მივართო. 3 დღე მაქვს ვატაო. აი ამისთვის მოვედიო. აბა რისთვის მოვედიო საყვარელო? ხო, თქვი. რა უნდა მოვიპარო? ცხენიო, დიახ, ცხენი უნდა მოვიპარო. აი ამისთვის მოვედი ცხენის მოსაპარად. სამხაში. და შეყვარებულ კაცს ქარი რას დააკრებს და წვიმა, ხო? გული დამწვარი აქვს, ცხელი აქვს და უვიდა და არ და თავისი მეგობარი გაახსენდა, ხო აქვეარიო და მოდი ამასთან დავაცენებ, თამაშო და დიდი წავალ და მოვიპარე. თან მითუმეტეს 3 დღე რო. დიახ. სხვებსაც რო. მოусმინა ძიძიშვილმა. გააჩერი ფეხები საყვარელო. მოусმინა ძიძიშვილმა. ყველა კარგად გაიგონა. მაგრამ საქმე უღმართმა შეაწუხა და აღონა. აბა უღმართმა ეშმაკმა. რომ მიხვდა რომ ეს საქმე კარგი არ იყო და მაგიტომ დაღონდა. რატო არ მარტი საქმე იყო. იმიტომ რომ მას ხუდობა ცოდვა არის და ის კიდე ღვთისმიერი ოჯახის. დიახ, ანუ შეწუხდა რომ მას გურჯობა ცოდვა არის და 10 ცნების დაცვა უნდა დავიცვა. ფულა მიიღო ეხლა ანდრიამ ძალიან მაგრამ ეს არის ანალიტიკური აზროვნება. აბა რისთვის ვისწავლეთ 10 მცნება? ღერძი წუთი სოფლისა რა არის? დავიცვათ 10. 10 მცნება. ყველაფერს ჩვენ 10 მცნებით უნდა შევხედოთ. 10 მცნება ვინ მოგცა საყვარელო? მერთმა. ყველა ადამიანი ცოდვილი ვარ. ვინ არის ერთადერთი უცოდველი? იესო ქრისტე. იესო ქრისტემ ამიტომ მოგცა ჩვენ 10 მცნება. რო არ შევცდეთ, ჩვენი აზრით რო ვიცხოვროთ, თუ შეცდომებს ჩავიდეთ. და თუ 10 მცნებით ვიცხოვრეთ, სამხაში მოხდებით და ხო, შეცდომას აღარ ჩავიდეთ. ვინ ამ მცნებას დაიცავს, მორჩა ის უკვე იმას ქრისტე დაიცავს ყველაფერში. გასაგებია? ჩვენი ჯვარი ქრისტიანობა. რა თქმა უნდა. ხო და ამიტომაც შეწუხდა, ეხლა როგორ გადავაქციო, აქ მოსაფარი ყოფილა რაღაცა და შეწუხდა. უთხრა. წუხვა რომელ საქმე უკადრისი გიკისრია. შევწუხდიო რომ მოპარო გამიზრახავს. მაგრამ რადგან სიყვარულის ტკბილი სენი შენ შეყრია, მაგრამ რადგანაც შეყვარებული ხარო. შენ ეგ საქმე მე მომანდე. მე ვიზამ შენს მაგივრობას. ან მოგიყვან იმ ცხენს, ამ თავს შევწირავ შენ მეგობრობას. აბა რა უთხრა? ბათუმ. ან ცხენს მოვიყვანო, ან ჩემ მეგობრობას შევწირავ. შევეწირები, ესე იგი შეიძლება ალმას ხატმა მომკლაშო, იმიტომ ის ხო მაგარი არის, მაგარი თოფი აქვს. ცხენი ხო, მასე მოგაპარინებშიო და? შენ რო ეხლა კაი ცხენი გქონდეს და მოვიდნენ მოსაპარად, ხო დაიცავ შენ ცხენს საყვარელი. და რო დაიცავ იქ სოყოლები გაიმართება, ბაბა და ან შენ მოკლავ, ან ის მოკლავს. და შენ ასე გაატან შენ ცხენს. არ გაატან. ხო და შეიძლება მომკლასო, იმიტომ ძალიან მაგარი ვაჟკაციაო, მაგრამ მე ამ ადგილებშიო, ეს ადგილები კარგად ვიციო და შენ აქ რომ მოხვალ, შენ რა უნდა გაიგო, სად უნდა შეძრე, სად უნდა წახვიდე რა. თუმცა არ მომწონს ეგაზლიო, მოპარვა რო განგიზრახავსო, მაგრამ შენს მოსაპარს მე მოვიპარავ. ვინ მეტყვის, როგორი მეგობარია? ერთგული. კი, კეთილი. უდიდესი მეგობრობა გამოაჩინა. თავი გაწირა. იცის რომ ცუდი საქმეა, მაგრამ თავი გაწირა. ნუ კეთილი და შენ არ წახვიდე, მე წავალ. შეგენაცვალე, კაი. აბა წავიდა, ვნახოთ ახლა რა მოხდება. შენ აქ დარჩი. დაიძინე. გამოშუშტი ცეცხლის პირას. და თუ დამრჩა გამარჯვება, მაშინ მოგთხოვ ფეხის ქირას. გაეხუმრა. გამოაწყო სამგზავროდ და განლო კარი. მიდის ელვა გზას უნათებს და დახბზუის თავზე ქარი. ესე იგი, მეგობრისთვის წავიდა, ეს ხო შველი იყო. ცეცხლი დაუნთო, აგერ გააშრი, აქ ჩემთან დაიძინეო, ხო და მეც ავალო და მე ვიცი ეს ადგილებიო და შენი მეგობრობისთვის თავს გავწირავ. ესე იგი, სახში ვინ დაჩნენ მართო? ცოლი და თავის მეგობარი, დასველებული, ცეცხლი დაუნთო და გაშრიო. ის სხვა ოთახში, ეს სხვა ოთახში. პატარა სახლი იყო. ბევრი ოთახები კი არ ჰქონდათ. ერთი ოთახი ჰქონდა სადაც ცოლი და თორი, მეორე ოთახში მეგობარს შესთავაზა, აქ მოისვენო. თვითონ წავიდა ამ ცხენზე.
ეხლა ავტორს მერე გააზრებული აქვს რა მოხდა და გადაყავს სხვა მომენტიდან დილით რა მოხდა. დილით რა ხდება. ირიჟრაჟა ქარი ჩადგა. როცა მთელი ღამე ქარია, დილით ხო აღარ არის ხოლმე. ჩამდგარია, მიხდი? ჩადგა, გადიყარა, დადგა დარი. დარი კაი ამინდია უკვე. ლურჯ ბედაურს მოაგელვებს მეგობრისთვის მეგობარი. რაო ნინი? ლურჯი ცხენი მოიპარა და თავის მეგობრისთვის. თავისი მეგობრისთვის გაწირა თავი და წართვა ის ცხენი და უკვე დილით ღამე მოუპარია ქარში და თავს ხმაში. ვეღარ გააკონტროლა ალმას ხატმა და მოიპარა და გამარჯვებული მოდის. გახარებული შევარდა სახში. მოიყვანა, დააბადა შინ შევიდა წყნარად, ფრთხილად, გრძელ ნაბაჩი გამოხვეულს სტუმარს ძინავს იქვე თბილად. აუ არა გვერდი, მიდის იქ, სადაც ისებულება, ვინის? ცოლი. ვისთან მოუხარო და წამოსვლა? რატო უხარო და ესე ძალიან სახში შემოსვლა? იმიტომ რომ მან რაც უთხრა ის შეასრულა. ერთი რო შეასრულა, შეასრულა დაპირებული. საყვარელი მეუღლელოდებოდა. მეუღლე, ბავშვებო, მეუღლე როგორი რამეა, იცი? ერთი წუთით რო იმასთან ამარახარ, გულს უკვე ენატრება, იმის გარეშე კი აღარ უნდა. და მთელი ღამე იქ იყო, იპარავდა ისა და სულ ენატრებოდა. თავის საყვარელი ახალი მოყვანილი მეუღლე, სულ ამაზე ფიქრობდა. იმიტომ რომ ამათ ხო 64 ქონდათ გულში და რო უკვე ენატრებოდა, ვაიმე დროზე ერთი მივიდე სახში რომ ჩავიხუტო. გასაგებია თორე, ამასაც კი დახედა. მაგრამ უყურე ეხლა აუ არა გვერდი მიდის იქ, სადაც ისეგულება, ვინც სიცოცხლეს ურჩევნია, სულს წირავს და თავს ევლება. გულში ამბობს, ერთს დავხედავ, ტკბილად მძინარ ნაზიბროლას, თუ გაუძელ გულის ძგერას, სულის ბრუნვას, ხორცის ჟოჟოლას. ესე იგი, უბრალოდ დავხედავ მაინცო და თუო ვერ გაუძელიო, ჩავეხუტებიო, ხო? იმიტომ რომ ცოლ-ქმარი ხო ჩახუტებით უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, იცი სამან. თუ ვერ გაუძელიო, გავაღვიძებო, ვერ ჩავეხუტებო და მე კაი დაიძინე საყვარელო არ მინდოდა შენი გაუძელიო, ვერ გაუძელი ისეთი ლამაზი იყავიო, ხო? თუ გაუძელიო, უბრალოდ დავხედავო რა. თუ ვერ გაუძელიო, ჩავეხუტებიო და მე ბოდის მოვხდიო, გაგაღვიძებო და ისევ დავიძინებთო. კაი. სასოებით შედის ქვაბში. ქვაბი გამოქვაბულია რა თავის სახში. დარას ხედავს იქ საყვირველს, ნაზიბროლა ჩუმად სტირის, პირსი ხოკავს, იკაწრავს ყეთს, თმაგაშლილი, ტინის კედელს თავს ახლის და ხმას არიღებს, მინგრეულს და მონგრეულსა ხედავს იქვე მის ქვეშაგებს. ქვეშაგები ლოგინის გაშლილი ლოგინი არის ბავშვებო, არეული და არეული, სახლი არის სულ დანგრეული ყველაფერი და თავის სოს დასაცმელი ზედახეული აქვს, თმები გაწეწილი და ტირის თავს ახლის კედელს და ტირის ქალი. გასაგებია, მიხვდა ყველაფერს. მიხვდა ქმარი რაც მომხდარა, ზარი დაჰკრა, ელდა ეცა და რომ კრინტიც არ დაუძრავს, იქვე ჩუმად ჩაიკეცა. აბა ვინ მიხვდა რა მოხდა? გული წავიდა. რატო? ცოლის შემხედვარე. ცოლი დახვდა ბავშვებო, ესე იგი ოთახში ვინ დატოვა მარტო სახში? ის მეგობარი და ქალი, სხვა კაცი იქ არ ყოფილა. ესე ისე უყვარდა იმ კაცს, რომ უკვე გული წავიდა. ხო, არა, მაგიტო არ წასულა გული საყვარელო, ეხლა მომისმინე რა მოხდა, კარგად აღიხსნათ. ვინაიდან იქ რა მოხდა, აღარ არის აღწერილი, მაგრამ ეთყობა ამ კაცს ასე თქვათ, სულ მას წასძლია, შევიდა ამ ქალთან მარტო და აი როგორც ცოლ-ქმარი ეფერებიან, მოუნდომა ამასაც შეურაცხყოფის მიყანება, იმიტომ რომ ერთი ქმარისთვის ხომ მხოლოდ ერთი ცოლია, ერთი ცოლისთვის ერთი ქმარი. ამ ნაზიბროლას ხო ის აფხაზი უყვარდა და იმის მეგობართან დაწვებოდა და მოეფერებოდა, ჩაეხუტებოდა, და იმას თავის ქმარი უყვარდა. და ვინაიდან წინააღმდეგობა გაუწია, ამ კაცმა ძალა გამოიყენა. ძალად დაახია ტანსაცმელი, იძალა და შეურაცხყოფა მიაყენა. მერე იფიქრა, ეხლა ესო არ იტყვისო, რაც მე გავაკეთეო და დაუმალავს თავის ქმარსო. იმიტომ რომ
ასე უმეტესი ქმარი ასეთ ცოლს გაუშვებს სახლიდან. თუ რაღაც მინდა ესეთი ცოლი სხვამ რო შეურაცხყოფა მიაყენოს, რაღაც მინდაო, ხო? მე ისეთი ცოლი მინდა რომ მარტო ჩემი მე უნდა მეფერებოდეს, ხო მართალია? ჩვენ ხო ვისწავლეთ არამრუშობა დაადგინა ღმერთმა, ხო? ხო და თუ სხვასთან ივროშა ისეთი ხალი არც ერთ ქმარს არ უნდა მიხვდი და ყველა გაუშვებს და ვინაიდან მე ძალა ვიხმარეო, ხალი დამალავშო ამას და მე შემჩებაო რა ეს სული საქციე იფიქრე. და ასე შეურაცხყოფილი დატოვა ეს ხალი. მაგრამ ხალმა დამალა ეს ბავშვებო? არა. აი თქვენი აზრით უნდა დაემალა თუ არა მოდით? მას უნდა გამოეჩინა. უნდა ეთქვას. რაც მოხდა უნდა ეთქვა, ხო? მეორენაირად რა შეეძლო ხალს? მას მეორენაირად მას რო ეთყო და მე ის ქმარს გაუხარდებოდა რომ მითხრაო და არ დამიმალაო. ხო, ასე იგი გულწრფელობა ეს სიამოვნებოდა, მაგრამ ზოგიერთი ხალი ამ დროს დაალაგებდა ოთახს. მას და განსაცმელს გამოიწვლიდა და ვითომ ეძინა ისე დაანახებდა. მართალია. ესე იგი ამ შემთხვევაში ნაზიბროლა ესე იგი ქალის ბრალი რო ყოფილიყო და ქალი რო თავისინებით დანებობოდა. ხო დაალაგებდა ისე რომ არავის გაერთ. მაგრამ ვინაიდან ვერ დაალაგა და ვერ დამალა, ესე იგი იყო ქალის ბრალი? ესე იგი კაცმა იცალა და მივხვდით ხო? და კაციც ამას მიხვდა. რო დაემალა მას იმ კაცმა კინაღამ თავი გასწირა თავის მეგობრის გულისთვის და იმ მეგობარმა იძალა და თავი მან უყალა და მეგობარს რა თქმა უნდა. ეხლა უყურეთ პირველი რაც ამან განიცადა, მიხვდა ყველაფერს და ვერაფერი ვერ მოიფიქრა, ჩაიკეცავა. აი გულში მოხდა ეს ამბავი, ისე რომ ვეღარაფერს ვეღარ ფიქრობს რა გააკეთა. პირველი რთული შეკითხვა უნდა დაუსვა, ოღონდ ბიჭებს, მომავალ კაცებს. თქვენ ამ დროს რას გააკეთებთ? პირველი რა აზრი მოგინდოდა შავშო. აი მოვიდა გონს როგორც იქნა. აი პირველი თქვენ რას გააკეთებთ? მას ცოლს დავაწყნარებდი. ვეთქვი. მას იმიტომ ვეთქვი ცოლის ბრალი არის საყვარელი. არა, მას კაცმა იძალა და იმან წინააღმდეგობაც კი გამოუწია. დიახ, იმიტომ რომ მაშინ ხალი დამალავდა. ხალმა ვინაიდან არ დამალა, ესე იგი ხალის ბრალი არ იყო, მიხვდა ბათო. ესე იგი ასეთი ხალი, ვინდა ერთი სწავლება მოგცეთ ბავშვებო, ღმერთი, დაგძანდი საყვარელო, ქულა მიიღე ნამდვილად ეს ძალიან ასე ვთქვათ, კეთილსინდისიერი აზრი გამიჩნდა. ეკლესიაში ასეთი წესია, როდესაც ხალს კაცი ძალად ახდის ნამუს, ამას ნამუსის ახდა ქვია, ასე ძალა რო იძალადებს კაცი, ღვთის წინაშე ხალი ხელუხლებელი რჩება. ღმერთის თვალში წმინდა არის ხალი. თუ ის ხო თავისინებით არ დანებდა და ხალს მუშობაში არ ეთვლება. კაცს ეთვლება, ვინც იძალადა. ვინც იძალადა, ხალს არ ეთვლება. ანუ ღვთის თვალში წმინდა. თუ ღვთის თვალში წმინდა, ქმრისთვის როგორი გამოდის? ქრისტეს ჭკვიანი, ვისაც მართლა უყვარს, სულით უყვარს, ხო ადამიანი, იმისთვისაც წმინდა არის. თორე ვინც ღმერთის თვალით უყვარს, რა თქმა უნდა. ანუ სხვა აზრი ხო არავისა აქვს. შენ რას გააკეთე? მე ჩემ თავს დავიმშვიდებდი, რომ ის კაცი არ მომეკლა და ჯოჯოხეთში არ გამეშვა. ის კაცი? ხედავ ის მეგობარი. ამ ხელა სულიერი სიბრძნე გამოიჩინა. ამან ეხლა გაიფიქრა, ეს ხო მოსაკლავია. პირველი რაც გავავიდა, შმაკი ხო ეთქვი, მოკალი, აიღებდა თანას, მაგრამ იფიქრა რომ მოკლა წავა ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ ასეთ საქციელი. ხო თავისი მეგობარი ჯოჯოხეთში რომ გაეგზავნა. ის ასწავლიდა, სარებას ჩააბარა. ხო დანაგდა. რა კეთილსინდისიერი ადამიანია, წარმოიდგინეთ, ასეთ ცოდვასაც კი პატიობს თავის მეგობარს. შენ რას იზავდი საყვარელი? ფიქრობდი ამ ზურზე, ახლა მოვიფიქრე. არის რამდენად რეალური არის, მაგრამ აქ როგორც აღწერილია, გახრებულა მიუყავანად ხენი მოკერ თავის მეგობარს. და ვეტყოდი, წარმოიდგინე ეს ხენი ნერვიულობს, პატრონი დაკარგა. მეც ისე ნერვიულობ, როგორ სინერვიულებდი? აი როგორ ივა ჩემსო სამდრგული და მეც როგორ ნერვიულობ. და შეუსირცხვილო ეთქვა, ეს რა გააკეთე, ხო? არა, თქვათ ესე არა. სემდი თუ მოკლავდი თუ რას უზავდი? არა, დავილაპარაკებოდი უბრალოდ და ისეთ სიტყვებს რომ ეთყოდი, რომ გული სიკვდილზე უარეს. ხო, კი ბატონო, შენ რას იზავდი?
ეს წავიდოდა პირდაპირ კაცთან გააკვირდა თავის საქმე. იმან ცოლი დააწყო. არ მოშორდებოდი და სულ გვერდი დავტოვებდი. ვის? მეუღლეს და იმ კაცს. პირველ რიგში მეუღლეს დაამშვიდებდი შენს. მერე რა თქმა უნდა კაცსაც გასცემ. გადავედა იმას ვაპატიებდი და ჩემსაც კიდე დავამშვიდებდი. აჰა, გასაგებია. ჯერ მეუღლეს დავამშვიდებდი და მე ვთხოვდი რომ ეს კაცი ცათასასოფლოში მომხდარიყო და ეს სვლა მიეტევებინა. აჰა, ძალიან კარგი. ჩემს დავამშვიდებდი და იმაზე უბიძგებდი რომ თავი არ მოეკლა. ხო, ჩაღრაჭყიანი ბიჭები. მას მეცხრესაც დავმიეცი. აი, ამათი სულიერი დონე ახლა არის, მე არ ვიცი რა. ამაზე უკეთესი აზროვნება აღარ არსებობს. კაი, აბა იმან რა ქნა ახლა ის კავაკი. დიდხანს იჯდა რეტ დასხმული, ამასავით ჯერ ფიქრობდა რა გავაკეთო. უყურებდა ცოლის ტანჯვას. ბოლოს ხონე მოიკრიფა და მოეგო ისევ ჭკუას. მივიდა და უთხრა მტირალს. ჩუ რუსტირი გენაცვალე. რაც გინახავს სიზმარია, დაივიწყე ისევ მალე. ყოველგვარი მოსავალი კაცის თავზე უნებური, ღვთის რისხვა და ტყილად ბედს რას უჩივი, რა დენდური. გადაიგდე გულიდანები, ცურს ხრაპარი და სიზმარი, მე და შენი სიყვარული, წმინდა არის ვით ლამპარი. აბა რა უთხრა საყვარელი? რა უთხრა? სიყვარულისკენ ვიძგა რომ ეგ არ მაინტერესებს. ჩვენ სიყვარულს არაფერი ხიჭვი არ შეჭმიაო. ჩვენი სიყვარული წმინდაა. ისევ დარჩება ჩვენი სიყვარული. ამანაც პირველი ცოლი და შენი ვერსია გაამართლა იმან, ესე იგი? მას მივიდა დააწყნარა და მე აუხსნა რომ ეს არაფერი არ არისო, მაინც სიყვარული დარჩება ჩვენი. მოეხვია და ცრემლები ამოუშო თვალში კოცნით. დააწყნარა, დაამშვიდა ალერსით და ბევრი ხვეწლით. ბევრი ეფერა ეთიკია გადაუსვა და რა. აკოცა თვალები ამოუშო ცრემლით, უთხრა მე ისე მიყვარხარ. მაგით მე ჩემს სიყვარულს არაფერი შენი ბრალი არ არის საყვარელო. ნუ გეშინია ეგ არაფერი. მაშინ მხოლოდ გამობრუნდა სტუმრისაკენ და უთხრა ეს. ქალი რო დააწყნარა, ეხლა შევიდა სტუმართან. ადე ძმაო, გაღვიძებას არაპირებ მგონია დღეს. გაიღვიძებ. წამოვარდა ზეზე საფარი, შემკართალი და დარცხვენილი. განიცდის ის თავის ცუდ საქციელს? მას მიხვდა რომ ცუდი საქმე ჩაიარა. დარცხვენილია. განიცდის, ესე იგი დაუკვირდეთ ესე. მაგრამ როცა მშვიდ სახეზე შეამჩნია მას ღიმილი, ის ღიმილით შევიდა. ესე კი არ შევიდა დაბო, ღიმილით შევიდა. დაიფიქრა, მადლობა ღმერთს, არაფერი შეუტყვია. თუ არა გულმკერს გამიხრეტდა, ხანჯლის წვერი დაანტყვია, რო გაეგო აქამდე მომკლავდაო. ესე იგი მიღიმისო, ესე იგი არაფერი არ იცის. არ უთქვამს ხალს, რაც შევწოდეს ჩანს, ნამუსი შეუნახავს. ჩემს აქციელს სამარცხვინოს, ვინ გაიგებს, ვინ დამზრახავს. განიცდის თავის ცუდ საქციელს? აბა ვინ იტყვის? აბა დავაკვირდეთ კიდე. ჩემს აქციელს სამარცხვინოს. თავიდან განიცდიდა სანამ დაინახავდა რომ მის პირზე ღიმილი არ იყო. თორემ რომ დაინახა შემდეგ თქვა რომ არაფერი გაუღიაო ისეთ ხალხს. მაგრამ აქ რო ამბობ ჩემს აქციელს სამარცხვინოს. თავის აქციელს როგორ შეძა? ჩემი აზრით ის იმის სიკვდილის და იმის უფრო ეშინოდა რომ სხვას არ გაეგო მისი ცოდვა. და იმდენად ალბათ ნანია რამდენადაც შეშინდა. ეგონა რომ მოგლა და სინანული მაშინ. როგორ? შიშის გრძნობამ დაბადა მაშინ სინანული. სინანული დაბადა, იმიტომ რა ინახეთ დაუკვირდი ჩემს აქციელს სამარცხვინოს. ან თავის აქციელს სამარცხვინოს ეძა. ზოგი ხო იტყვის, გალის ბრალია სიტყვაზე, რაღაცას დააბრალებს, ხო, რაღაცას მოიგონებს. ან რაღაცა ხო შეიძლება დააბრალოს. ის ახლა იძახის, ცუდად მოვიქეციო, დააკვირდით, ხო? ხო ამბობ, ცუდად მოვიქეციო. კი არ იძახის, ახლა მას კი არ ეუნება რაც შეეთქვა. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ უთქვამს, მაგრამ თავის აქციელს ყოველ შემთხვევაში ცუდს ეძახის, გაუკვირდით. მერე უთხრა მის ძიძიშვილს, გათხოვ რომ ხარ კმაყოფილი, შეასრულე განაჩენი, ძნელი ნატურა და სურვილი. რა ქენიო? მოიყვანე ჩემი ცხენიო, შევასრულე ამანაც უთხრა, მოგიყვანე, დროა, აწკი. გაეშურე, წადიო რა ეხლა. იმას ხო თავის დარდი აქვს საყვარელი. ხო მოგიყვანე და ეხლა წადიო ძმაო. ნუ დამზრახავ, საკადრისა თუ რომ ვერას გემსახურე.
თუ კარგად ვერ გემსახურეო, არ დამზრახო მაგის გამო. გამოაწყო, არ დააკლო, რაც წესია სამსახური, რომ სტუმარი არ გაუშვას ღულნაკლი და უმატური. რაც საჭიროაო, სტუმარს ყველაფერი გაუკეთავო. შეუკაზმა ცხენი, შესვა, თვითონ შეჯდა ნაქურდალზე და ორივე მათრახები ატკაცუნეს ერთხანს ძალზე. რომ ჩავიდნენ შორი ახლოს, მინდვრის პირად, იქვე დაბლა. მას პინძელმა შეაჩერა ცხენი და ხმა აიმაღლა. აიმაღლო მეცხმა, როგორც უთხრა. ხო არ შეგეშინდება გულს. საფარბეგო, პირშაობა შენი ვიცი, შემიტყვია, უკვე მკაცრი გაუხდა ხმა. მიხვდით? და დღეიდან ჩვენ ორშუა მოციქული არის ტყვია. რაო დღეიდან? ჩვენს შორის რები ვარ თუ უკვე, ან შენ მომკლავ, ან მე მოკლავ. არას თქვარა. რა უთხრა? ხმა არ ამოიღო, შესაძაგელო უთხრა. ხმა არ ამოიღო. არც მე გკითხავ. არის ზოგი შეწოდება, რომ სათქმელად საძნელოა. არც შენდობა უხერხდება. აბა, ვინ იმშელებს ამ სიტყვას? რაო, ზოგიერთი შეწოდება. ზოგიერთი ცოდვა ისეთია, რომ ვერც გავიხსენებთ, ხმერც ხმა გავიტვით და შეწყალებაც პატიებაც ძალიან ძნელია. ხო, აი, როგორ ვიმჩელოთ ახლა ამაზეო, შენ ისეთ საქციელი, ეგენი როგორ ვისაუბროთო, როგორ გავარჩიო. შენ თვითონ შედი. ანუ ხმა არ ამოიღო, არც მე კითხავ. თუ არ მინდა მაგის მოყოლა რა მოხდაო. ახლა წადი, ხო, არ ჩენდება. ახლა წადი, დამეკარგე. ფრთხილად, არსად შემეყარო, რომ ცუდ გულზე უცაბე და ჩემი სისხლი არ დაუბარო. ეხლა წადი მომწყდიო თორე. იცოდე დაუღრი შენ სისხლსო რა. იცოდე მოკლო. ეს რომ უთხრა, შეკრთა საფარი. გაშრა, ფერი დაედო ამ მკვდრის, წაუვიდა ფერი. ჩაუვარდა ენა პირში, გაქვალდა და აღარ იძვრის. ძლივს წარმოს თქვა, მართალი ხარ, აღარა მაქვს მესათქმელი, შემაცდინა თვით ეშმაკმა და დამრია ცოდვის ხელი. შენი ტყვევა, ხომ ხედავ იარაღი დამიყრია, სასიკვდილოდ ჩემი ნებით შენ წინ თავი დამიხრია. ჩემ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს. მომკალ კანჯულს რამ მიშველე, მაზღვევინე რაც შეგწოდე, სინიდისი გამიმართლე. აბა ვინ შეაფასებს? დამნაშავე ვარო უთხრა, ხო? სიკვდილის ღირსი ვარო უთხრა. მომკალიო, დაუჩოქა და აჰა, მომკალიო. ჩემს სიცოცხლეს სიკვდილის ჯობს. სიკვდილი აღარ მინდა სიცოცხლეო. ვინ შემაცდინაო? ეშმაკმაო. და ცუდად მოვიქეცი. დიახ. აი, გავაგზავნოთ. შენ რა სიცოცხლეო? აი, გითხრა რომ მოკლავდი? იარაღი ხელში გიჭირა. მას იარაღი დავყარე. ხო, ის აბა. იარაღს გადავაგდებდი და ვაპატიებდი, მოკეთ იმედია რომ კაცი ოღონდ რა სეთქვა? ოღონდ რა სეთქვა? ჩემს სულს აღარ მიეკრა. აღარ დავინახო სახში. მეგობრისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არსებობს, შენი მეგობარი რო გეტყვი, აღარ გენდობი და ჩემ ოჯახში ფეხი აღარ დაადგავ. ხო სიკვდილზე უარესია ამას რომ გაიგე შენი ხური, შენი მეგობრისგან, ამას სიკვდილი ჯობია. ვუბიძგებდი რომ ახსარება ჩაებარებ. ო შეგენაცვალე. აბა უყურეთ რა უთხრა ახლა. არა. შენ ვერ შეგეხება სასიკვდილოდ ჩემი ტყვია. არ მოკლავ. დედა ჩემის გაზრდილი ხარ. მისი ძუძუ გიწოვია. ერთი ძუძუ გვაქვს ნაწოლი, მე რომ მოკლა დედა ჩემს როგორ შევხედო თვალებში. ძიძიშვილები ხო იყო? ჩემი ძმა მოუყვა. დიახ, რაც ქვეყანას მიაჩნია, რჯულზე უფრო უმტკიცესად, რომ გასტეხე ის გეყოფა სიკვდილამდე შენ საქმესა. აი რაც გააკეთეო, მარტო ის ტანჯვად გეყოფა მთელი ცხოვრება, ისე დაისჯები შენ მაგის გამო. წადი ჩემგან შენდობილი, მე შეგინდეო, აი როგორც ამანად თუ ამა. მაგრამ შორს კი დამშვიდობით. დღეიდან ჩვენ წმინდა გულით ერთმანეთს ვერ მივენდობით. შენ აღარ გენდობი. მე ასეთ კაცს ენდობი კიდე? არა. მორჩა ასეთ კაცს ეთქვი, ჩემ ოჯახში ფეხი არ დაგინა. მიხვდი?
იმიტომ რომ ოჯახი ყველაზე წმინდაა ბავშვი. მეგობარი და ისინი შემდეგ მოდის. პირველი ყველაზე წმინდა არის ოჯახი. დღეიდან ჩვენ წმინდა გულით ერთმანეთს ვერ მივედობით, მაგრამ ერთს კი დაგავალებ. ამისრულე უეჭველად, რომ მიხვიდე ყაბარდოში, იცოდე რომ სულ პირველად წადი ნახე ის მოძღვარი, ვინც შვილივით გამოგზარდა და უამბე შენი პირით, რაც სირცხვილი დაგემართა. გადმოხტა და ლურჯი ლაფშა მისცა ხელში ჩააბარა, მოტრიალდა და აღმართი ძლივს, ბარბაცით აიარა. ნერვიულობს, ხო? რა მდგომარეობაც მოხდა და ესე ბარბაცით წამოვიდა დაში. იმას უთხრა, რომ წადი და შენი მოძღვარი ნახეო. ადრე იყო ასეთი როგორც ძიძებს აბარებდნენ პატარა ბავშვს, რომ წამოიზრდებოდა ანდრიას ხელა და ამ ხელა ბიჭები. მიიყვანდნენ უკვე მაგარ კაცს გასაწვდნელად და მოძღვარს ეძახდნენ ამ კაცს, რომელიც ასწავლიდა ფარს, ხმალს, კაი ბრძოლას, კაი ვაჟკაცობას, ქალთან როგორ უნდა მოქცეულიყო, სამშობლო როგორ უნდა დაეცვა, სტოვან მასპინძლის სიყვარულს და ის გაზდიდა კაცობაში და ვაჟკაცობაში და ზნეობაში. აი ეს იყო მოძღვარი. გასაგებია? რა თქმა უნდა, მოძღვარში იგულისხმება ის მოძღვარი, რასაც ჩვენ გულისხმობთ, ესეც იგულისხმება. აბა ვნახოთ ახლა, ვინ არის ეს მოძღვარი? არც გვარით, არც ვაჟკაცობით, არც სიმდიდრით, არც ქონებით. ჰაჯი უსუფ ცნობილია მხოლოდ ჭკუით და გონებით. ჰაჯი უსუფ მისი მასწავლებელი. ხელფეხს ვერჩის, თვალსაც უჭრის, არ ტყუილი ქადილია, სადაც კაი გვარიშვილი ყველა მისი გაზრდილია. საფარბეგიც მან გაზარდა, ისე როგორც ხვები ყველა, მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამ ცარუშველა. აი სწორედ ამ უსუფთან მიდის ახლა საფარბეგი, მორდუობის გამტეხი და ჩვეულების გადამგდები. ეუბნება ყოველიფერს, უნებურად რაც შეემთხვა, ცრემლებისთვის დაეჩრება ბურთად ყელში მწარე სიტყვა. ყვება ყველაფერს, ეს გავაკეთე, თან ტირის ცრემლები ჩამოდგეს. უსუფდებდა ჰაჯი უსუფ. სახე მოინაღვლიანა. სიდიადე ამ მუხთლობის თვალწინ გაისიგრძე განა. ოხრით კითხა. მერე მასწავლებელმა კითხა. მერე რომ გაიგო, რა თქვა ქმარმა? მაპატია შეწოდება როგორც ძმამ და მეგობარმა. მხოლოდ ის კი დამავალა, ნახე შენი გამზრდელიო და მას შენი საქციელის პასუხს მისგან მოველიო. იმან გაქცეს პასუხიო, რა გააკეთო. მესმის უთხრა ახლა მასწავლებელმა, მესმის და პასუხიც ჩემი მხოლოდ ეს არის, რომ ნამუსის გასაწმენდად ჩემი ხელით სისხლს დაუღრიო. შეაყენა ზედაფერზე მან დამბაჩა დატენილი, მორჩილებით გულმკერდს უშვერს, საფარ მისი გამოზრდილი. დაიჩოქა მოსწავლემ რა მასწავლებლის წინაშე, იმან ხო თოფი გადმოიღო, დატენა დამბაჩა, ამან კიდე გულმკერდი გადაუშალა და დაიგო, მონკალიო, მუიუშვირა. მორჩილები ხო, მაგრამ უსუფ ეუბნება, მასწავლებელი კი ეუბნება. შენ სიკვდილის რაღისი ხარ. სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ რომ კაცად ვერ გამიზრდი ხარ. წარმოსთქვა და საფეთქელში მიიჭედა ცხელი ტყვია, ჩაიკეთა სულთ მობრძავი, წამლის კვამში გაეყო. ანუ რა გააკეთა, ვინ მიხვდა? მე უნდა მესწავლებინაო, რომ ცხოვრებაში რა გამოგეცა და მიხვდე. და რა გააკეთა? მე ვერ ავი მოიდა საფეთქელში, მიიდო შენ სიკვდილის ღირსი არა ხარ. არა აი ესე დაგშე. აიო და რო ვერ გაგზარდე კაცადო, მე ვარ სასიკვდილო. აბა ასე დამთავრდა ეს ამბავი. ეხლა დავსვდეთ კარგად და იწყება მთავარი მომენტი. ანალიტიკური აზროვნება იწყება. 4 გმირი ყავს. 4 გმირი. პირველი უნდა დავაყენო, ყველას რომ გონია რომ ყველაზე თავარია, მერე აღმოჩნდება სხვა რაღაცა, იცოდე და ვიწყებ გამზდელით, იმიტომ რომ ნაწარმოებს გამზდელი ქვია. ვის შეუძლია დადებითი სიტყვა თქვას, შეაქოს გამზდელი.
და რატო ოღონდ ისვიდა? პატიოსანი. ხელი თუ აწევით ვინ დაახასიათებს რომ როგორი მაგარია გამზდელი, რატომ მოიქცა სწორედ და ვირჯევი? პატიოსანია, იმიტომ რომ თვითონ დაესწავლებინა, რომ ცხოვრებაში რა გამოსცდა, არ ეცოდა. თვითონ საერთოდ სწავლებია, ცოდვა რომ არ უნდა შეედარებინა. ცოდვა რომ არ უნდა შეედინა. თვითონ არ ესწავლა რა? არ ასწავლა რომ ვერ ასწავლა. კი ასწავლა, მაგრამ არ ასწავლიდა მაგას? ცხოვრებაში როგორ არ ასწავლიდა? აბა ყველა კარგი ვაჟკაცი მაგან გაზარდაოდა. იმან არ მოისმინა. როგორც ეს გამზდელი ასრულებს პედაგოგის მოვალეობას და ის ცდილობს რომ ბავშვი მიიყვანოს ღმერთთან, უბრალოდ დასაწყისად მიიყვანოს ღმერთთან. მაგრამ ჩემი აზრით არასწორად მოიქცა თავი მოიკლა, იმიტომ რომ ამ 20-ს უფლებას ვერ დაიმკვიდრებდა და მაშინ მის ვაჟკაცობას და სიცოცხლეს აზრი არ ქონია. დიახ. აბა სხვა ვერსია ვისა. იმდენად სულ ყოფილად ჩამოაყალიბა, რომ მე მგონი გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ესე იგი, რა თქმა უნდა, ძალიან მწინვალე გამზდელი იყო, ყველა კარგი ვაჟკაცი გაზარდა და შეს რამ ამბავმა? შენ სიკვდილის ღირსიც არ ახარო, უთხრა? და თქვენი აზრით მაინც რატომ მოიკლა? იმდენი ვერ მას თავის ის დასამკვიდრებელი სადასასვლელი არ იყო, იმიტომ რომ კარგად ვერ გაზარდა ის ადამიანი. არა. რომ დაედანჯა მისი აღზრდილი, არასწორად აღზრდილი. რო დაეტანჯა იმიტომ? მას იმიტომ რომ თავისუფლად მოედანებინა მთელი ბავშვობა მასთან გაატარა და ეს რომ მომხდარიყო მას ინანებდა თავისუფლად და ახსენებაში ჩააბარა. აჰა. ანუ ისე თავის გაზდილზე იფიქრა, რომ იქნება ამით მაინც იმიტომ რომ ასე კიდევ სხვა რაღაცა. ოჩა. ნახეთ რა გაარტყა, დიდი ქულა მიიღო. ყველაზე მთავარი გაიფიქრა, რომ ყველაზე მთავარი ყოფილა სწორედ აღზრდა. და ამით დაარტყა ყველაზე რთული, თვითონ გასცდა თავი ჯოჯოხეთისთვის და თქვა რომ სხვა აღარ გააკეთოს ასეთი რაღაცა არასდროს. თორე ეს არის გამზდელის იგივე სიკვდილი თქვა. და დაიტოვა ყველაზე მთავარი გვასწავლა, რომ აი ასეთი საქციელი შენ გამზდელს, შენ მასწავლებელს სახეში აფურთხებ და სულში აფურთხებ და ჯოჯოხეთში გაგზავნი მას. პირველი ყველაზე დიდი სწავლება. მან როცა ჩაიდინა რომელიც გაიზარდა ხო როცა ჩაიდინა ხო მაგის გამო თვითონ აიღო ის ცოდვა იმის ცოდვა თვითონ იტვირთა? ასეთი რამე რო არ არის? არის ასეთი რამე ვისწავლეთ სადმე რომ ის ცოდვა მიავიღო? მაგით ვერ გამოისყიდ. ჩემი აზრით ღმერთი შეუნდობდა მას და 64-ში წაიყვანდა, იმიტომ რომ მან იმდენ ადამიანს მირჩა რჩევა რომ ასეთი რაღაც არ გააკეთოს. საინტერესო ვერსია. ხო, მაგრამ თვითმკვლელობა რო გაუმართლებელია ყოვლად. იმიტომ რომ თვითმკვლელობით აღსარება ჩააბარებ კიდე, ცოცხალი აღარ ახლა როგორ ჩააბარებ. მოდი ასე დავიმახსოვროთ. თვითმკვლელობა ისეთი დიდი ცოდვაა ბავშვებო. არანაირი გამართლება არასდროს არ აქვს. ამიტომ მოდი ბოლო აზრი მითხარი. გამზდელის ქმედება საბოლოო ჯამში იმსახურებს შექებას თუ ძაგებას? ძაგებას. აბა, ვინ ფიქრობს შექებას ხელი აწვევს? შეეკრებას და ძაგებას. აბა, ვინ ფიქრობს ძაგებას? ვის არ მოეწონა გამზდელის აქციელი? უმეტესობა ადამიანებს შენ რა სიტყვი შენაც. ვერაფერს ვერ ამბობ. კარგი, უმეტესობის აზრი მიღებულია გამზდელს მოკლედ დაუწუნეთ ქმედება. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც თვითმკვლელობით ამთავრებს, ყოველად გაუმართლებელია მისი ქმედება. რაც არ უნდა გააკეთოს. ადრე საქართველოს ტერორისტ ეწეოდა ხოლმე ქართველი ქალები ხო იყავდნენ თავს. ეგ სხვა რამეა. ის უბიწოების შესანარჩუნებლად მხოლოდ. ამან რა უბიწოებაში წასულიყო და დაყუდებულიყო ვერაც ადმე, ან ელოს ან რაღაცა გაეკეთებინა. ნამუსი რო არ შეერცხვინა. აბა რაღაცა სხვა უნდა მოიმოქმედოს. თქვენი აზრით ვინ კარნახობს თვითმკვლელობის აზრს? შეიძლება ადამიანს თავისით მოუვიდეს ასეთი. დაიმახსოვრეთ ბავშვები. ყველაზე მთავარი სწავლება დღეს ეს დაიმახსოვრეთ. როდესაც ეს აზრი ადამიანს მოსდის, 100%-იანი ყველა ეშმაკიდან მოდის. ადამიანს ასეთი აზრი არ მოსდის. ამიტომ ეს აზრი რომ მოუვა ადამიანს, უნდა თქვას, ფუი ეშმაკს გამოისახოს პირჯვარი და ის ეგრევე გამქარდება. გასაგებია, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყო.
რა მდგომარეობაში წავნა, რა ცოდვაც არ უნდა მიგიწყოდეს. რა ცოდვაც იმაზე მეც გააკეთებ, რაც პეტრემ გააკეთა. პეტრეს მაგალითი იცი რატო მოგვეცა? ასეთი დიდი ცოდვა არავის არ ჩაუდენია. საკუთარი მეგობარი ქრისტე ღმერთი გაყიდა სამჯერ. რამოდენიმე საათში სამჯერ გაყიდა, როცა ყველაზე მაგარი ეგონა თავისთავად. და იმაზე მეც ცუდს გააკეთებ, რა უნდა გააკეთო ისეთი. ამიტომ დაიმახსოვრე, პეტრეს მაგალითი იმიტომ მოგცა, რომ ამაზე დიდ ცუდს შენ ვერაფერს გააკეთებ და ყველაფერი შენი ცუდი, რაც გინდა გააკეთო. გაუგონარი, დაუჯერებელი ცუდი, ჯვარი წერია, ისიც გააკრა ქრისტემ ჯვარზე. აი ახლა რა ცოდვად ჩაიდინა საფარგებმა. ქრისტემ გააკრა მისი ცოდვა თუ არა ჯვარზე. მას ადამიანს ამიტომ ახსარებაში რო ჩაებერებინ აპატიებდა გამოისყიდის დია. რა თქმა უნდა. მას ადამიანს ჩაიდინა ყველა გააკრა. ამ სებებს შეცოდა რომელიც ქრისტეს არ გააკეთა. ზუსტად მასია ჩემოსაყარება. მე ვთქვი თან კარგი იყო თან ცუდიო. კარგი იყო რომ ის გადარჩებოდა მისი აღზრდილი. ხო, მაგრამ ხო. ისიც შეეძლო კარგი, მოდი დავიმახსოვროთ, თვითმკვლელობა ყოველად გაუმართლებელია. ეს ერთი და მეორე, ყველაზე დიდი სასჯელი პედაგოგისთვის არის, როცა უღრისად მოიქცევი შენ. უღრის აქციას რო ჩაიდებ, ეს ნიშნავს, რომ შენ პედაგოგს ყლავა. პედაგოგს არ ცხვენ სხვა. არ ცხვენ, მოწვარ, შობერს, პედაგოგს. მაგის გამო წავიდა მისი პედაგოგი ჯოჯო. ვერ გეტყვი საყვარელო. ყოველ შემთხვევაში თვითმკვლელობა მაინც გაუმართლებელია ყველანაირად. მოდი ჩვენ ესე დავიმახსოვროთ. თვითმკვლელობა იმიტომ არის გაუმართლებელი, რომ როცა თავს მოიგა, უფრო მეტი ცოდვა აქვს. ხო, გაუმართლებელი ხო. ახსარება. გადავდივართ მეორე გვერდზე. მეორე გვერდი არის ბათუ. აფხაზი მოდი. აფხაზია. აბა ვის შეუძლია გაამართლოს, ვის შეუძლია გაამთხუნოს, ვიმსჯელოთ. თუ ერთი გაამართლეს, მეორემ უნდა გაამთხუნოს. წავიდა. სწორად მოიცა აფხაზი, იმიტომ რომ ის არ მოკლა და ამას აპატია ის ცოდვა. კი ბატონო. ანუ ყველანაირად იქება ხო მისი აქციები? თავის მეგობრისთვის დავგაწირდა. დამგვაწირულია. კარგად მოიქცა, იმიტომ რომ მან თავის მეგობარი უყვარდა და არ გაწირა. შანსი მისცა რომ ახსარება ჩაება. მას რო იცოდა და მე თავის რო დაელაპარაკა, მას სინანულის გამოწევას ცდილობდა, რომ დიახ. მე ვამართლებ ის აქციას, იმიტომ რომ პირველ რიგში სტუმარს კარგად დახვდა და კარგად მიიღო. მის გამო ქურდობაზე წავიდა. დიახ. და შემდეგ, როდესაც მის მეგობარმა ესეთი მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინა, მან ეს მაინც აპატია და მისცა შანსი, რომ გამოესწორებინა თავის დანაშაული. და კარგად ექცევა. ახლა ყურადღებით. იწყება ყველაზე დრამატული აზროვნება. ვის შეუძლია გაამტყუნოს და გაასწოროს მიწასთან. ყველაფერი ხო ღვთიდან ხდება. შეიძლება ღმერთის გარეშე მოხდეს ასეთი რამე? ამიტომ ღმერთი ამბობს, შენს თავზე ყოველი ღერითმა მაქვს დათვლილი. თუ ღერითმა აქვს დათვლილი ასეთი რამე ღმერთის გარეშე მოხდება, ესე იგი შეცდომა მიუძღვის. ვინ იპოვის რა შეცდომა დაუშვა, რის გამოც დაისაჯა. ცხელი არ დამატა. რატო? იმიტომ რომ ცოდვა იყო. რა დააღვია საყვარელი? მერე მსნების დარღვევა უკვე ყოველად გაუმართლებელია. რაც არ უნდა სიკეთე მიგიძღვიდეს, მსნების დარღვევა უკვე ყველაფერს. მაგრამ მან თავის მეგობრის ადგილას რა უნდა ეხლა მეგობრისთვის? აბა რა, მეგობარიც უბიძგა ცუდი საქციელისკენ. ნახე რა გაუკეთეს. თუათ ეცნება დაარღვია. მე თავის მეუღლეს ხაიობნება და ჩვენი ოჯახი წმინდა არისა და რანაირად იქნებოდა მისი ოჯახი წმინდა თუ ისეთი მცნება დაარღვია? არაფერი, სიწმინდი აღარ იყო, მცნება დაარღვია. სადღაა სიწმინდი? ამან მოშალა, ნახეთ საფუძველი. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ შემთხვევამ გამოისყიდა მისი ცოდვა. შეიძლება მასე დავსვათ საკითხი. არა, მე უკვე გამოსყიდვით კი, მაგრამ რატო დაისაჯე ჩვენ ამაზე ვუჩვენებთ? თუ ყურე ახლა. თავის საყვარელო, როგორ მეგობრისთვის არ უნდა ეთქვა შენ დაბრმავებული ხარ ახლა სიყვარულით. ხო ამ დროს ხდება სიყვარულში დაბრმავება. აბა მეგობარი რისთვის გინდა? მის სულიერას დავყვე და შეუსრულო ის სულელი. აი მეგობრობა? დაუკვირდით სად მივდივართ? ძალიან ცუდი მეგობარი ყოფილა ის, თავისი მეგობრის.
მაგრამ მეგობარი ის არის რომ სულ აქციას რო ჩაიდეს და გვერდში დაუდგები და უკვირდით ამ ხელა შეცდომა საფუძველი აქედან იწყება შობის. რა თქმა უნდა. თვითონაც ცოდვას უშვებს და თავის მეგობარსაც ცოდვას. შობისგან უბისგებს. მას თუ შენი მეგობარი სულ აქციას აკეთებს და შენ ამას ხვდები, უნდა მიუგო და ასწავლო, რომ ასე არ შეიძლება. ორჯერ, სამჯერ, არჯერ და ბოლო ცემდი და არ გაუშვებდი. ხომართალია და გადარჩებოდა ის. და შემდეგ კიდე რომ მოიფიქრებდა ასეთ არს, უკვე თვითონ იხდებოდა, რომ არ შეიძლება. დაბძანდი, ეხლა ყურადღებით. ეს ერთი მკაცრი ხილება, რომელიც სათავეა ყველაფრის და კიდევ ვინ იპოვეს ასეთ ვინ ამ ხელს კიდევ აფხას სხვა ცოდვაში ვინ დაიჭირა? რო უთხრა რომ შენ გამზრდელთან წადიო, მაგის გამო იმან თავი მოიკლა და უფრო მაგრამ არ ეთქვა ეგა, აბა რა გაეკეთებინა. გამზრდელთან რო წავიდა თავი მოიკლა იმან. ანუ თუ პატიობდა მთლიანად ეპატიებინა, ხო რაღაც ეუნებოდა წადი გამზრდელთან. კიდე წადიდე შინგანზრდელი პროვე. ხო. აბანი. იმიტომ რომ მან უთხრა რომ ჩვენ შორის აღარ იქნება მეგობრობაო და აღარ დაგინახო თვალი, თორე მოკკლავო. ხო, მაგრამ ასეთ რამეს რო გაგიკეთებ, სენდობი კიდე ანდრია ასეთ კაცს. არა. იმას არ გააგდებს ახლიდან და შენი ფეხი აღარ ვნახო. მას ჩემი აზრით რო გაიგო უკვე რომ აძალა და თავში წავი. მერე ჩემი აზრით უნდა ეთქვა და ესწავლებინა მინისთვის რომ არ უნდა დაემალ და უნდა ეთქვა რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. არა, ეგ უთხრა თავის საქციელი. ეს გეკვეცილზე ხო ვისწავლეთ რომ ყველა ადამიანი უნდა გიყვარდესო. იმას უკვე ზულდა ის კაცი და აღარ უყვარდა. მეგონი არ ზულდა, იქ პირიქით უთხრა რომ წადი და ჩევა მისგან მიიღო. მეგონი არ ზულდა, პირიქით აპატია და შანსი მისცა გამოსწორდა. მოდი ამ საფუძვლის ყველან უნდა უბრალოდ თამაში ღირსეულად მოიქცა. აბა სხვას ვინ იპოვი, სხვას კიდე ერთი დიდი შეცდომა ჩაიდინა ისეთი რომ ყოვლად გაუმართლებელი. იმიტომ რომ უთხრა რომ დროზე წადიო, თორე არა. რა თქმა უნდა, საყვარელო. ეხლა დაუკვირდი რამ ხელა შეცდომა. ის თავისი მეგობარიც გაწირა. დატოვებ შენ ცოლს მეგობართან მარტო. აბა დაუკვირდი რამ ხელა შეცდომას ჩადის. ეშმაკს არ ძინავს ბავშვები. შეიძლება ასე ელდო რომ ადამიანს არ შეიძლება. გინდა მეგობარი იყოს, გინდა ძმა იყოს, დაიმახსოვრეთ კარგად. როგორც არ უნდა შენი ახლობელი იყოს და ადამიანი იცით რა სუსტია? ცუდი არავინ არ არის, უბრალოდ სუსტია. შენ რა იცი იქ ეშმაკმა იქ რაღაცა ისეთი კადრი დაანახა, ის უბიძგა. ამიტომ წაეყვანა ბოლო ისაც. მაგდენი ვეუნა მოეფიქრებინა, ხალი რომ მარტო დატოვა? დააღუპა ამი თავისი მეგობარიც და ხალიც. მიხვდი? და სიყვარული. სიყვარულიც, ამიტომ დაიმახსოვრე. ცოლის დატოვება მარტო არავისთან არ შეიძლება. ეს ღრმად დაიმახსოვრე. არც მოპარვა შეიძლება და არც ცოლის მარტო დატოვება. ეს არის უდიდესი შეცდომა. მთელი ამ ტრაგედია, ამ ნაწარმოების არის ამ ორ ცოდვაში ჩადებული ყველაზე დიდი შეცდომა. კაი მოპარვას კიდე აიტანს კაცი, მაგრამ ცოლს როგორ ტოვებ მარტო კაცთან? არა ვარ მართალი. ხო, დაიმახსოვრეთ ყურადღებით, ეს მთელი ცხოვრება უნდა გახსოვდეს. დიდი შვილი რო იყო ენდობოდა და მაგიტო და ბოლო ცოლს აიყვანდა ბოლო თუ სხვა ვარიანტი აღარ იყო. ხო უნდა მოეფიქრებინა, წამოდი მაშინაც და ეხლა კარგით გადავდივარ ნაზიბროლაზე. ნაზიბროლა ყველანაირად დადებითია ეგ აზრი, არ მაინტერესებს ვინ იპოვის ასევე ძალიან მწარე შეცდომებს ნაზიბროლას. რა უნდა ეთქვა საყვარელო გოგოесі? იმას ხო ეძინა. აი შენ ხმარს იმას გაიტვინია რა მოვიდა მოსაპარად. მას სოლი მაინც უნდა მიხვედრილიყო რომ მოპარვა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა შეყარო ამ დროს და ცოდვის ჩასადენად არ უნდა გავხსნო. მისი ოჯახი აღარ იქნება. რა თქმა უნდა გადადგომო და ისტერიკები დაემართა და არ გაეშვა. ეკლესია. რა თქმა უნდა. ეგ ერთი, მეორე კიდე რა შეცდომა დაუშვა ნაზიბროლა. მაინც წავიდა. იმ რომ უთხრა რა უნდა ეთქვა ნაზიბროლას? რომ ეგ მოპარვა არის ცოდვა. ხო, მოპარვა კი და სხვა ცოდვა. რა თქმა უნდა უთხრას, ერთი წუთით ერთი რაღაცა სათქმელია ხონდა. გამოიყვანდა და ეთქოდა. ჩემო საყვარელო, ოღონდ შეკი არა გამწარებული. კარგი, იმას შეყვარებულია და არ უმუშავებს გონება, ხო?
კაი მოპარვა და მოპარვა მეგობრისთვის ბოლო-ბოლო. ამასთან რატომ ტოვებ მარტო? არ უნდა ეთქვა შემოსაყარელო. არ იცი რომ ეშმაკს არ ძინავს? კაი შენ ვეღარ დაფიქრდი და შეცდომას ჩადიხარ. მე რაღაცე ტოვებ ამასთან მარტო, ხო? თუ მასია მე წამიყვანი შენთან და არ გამოფხიზდებოდა ეგრევე? მართალი ხარ ეთქოთ. და ყველა პრობლემა მოგვარდება. ამიტომ დაიმახსოვრეთ კარგად. ცოლი თუ უყარს კი ქარში ჭექა ხუხიში და წვიმაში რატო უნდა გაეწია. აბა ბოლოს კი ბატონო. მას ცოლით თუ გაყვებოდა ეს ცოლით ცოდვა ჩაიდრება, მაგრამ ბოლოს ყველაზე მთავარი საფარბეგის გარჩევა ხდება. საფარბეგის კარგი, ცუდი ყველა მიცის, საფარბეგის ცუდი არ გვაინტერესებს, ადგილი სამჩელოა, ვის შეუძლია გაამართლოს საფარბეგი. მან შეინანა თავისი დანაშაული. დიახ. მას დაუჯერა თავის ძიძიშვილს და წავიდა. დიახ. შეეძლო რომ არ წასულიყო. რა თქმა უნდა. ყველგან სინანულშია, დაუკვირდით მთელი ნაწარმოების სინანულშია. საერთოდ არ წავიდოდა ვიღაცა, ხო, ამას აინტერესებს ზუსტათაც ეშმაკმა რო აჯობა. და ფაქტობრივად მეგობარმაც გაწირა ისეთ ადგილას დატოვა. კაი, ბედაბრმავებული ვიყავი, შეყვარებულის რაღაცა ახირებებზე წავედი. მეგობარმა არ უნდა მითხრას, ყველაზე მეტად ეს კაცია, იცით, გაწირული ყველა მხრიდან. და ახსარებას ამის გარდა ვინ აბარებს ნაწარმოებში? ახსოვს ვინმე ამ ღმერთიან ახსარება, რომ ცოდვილები და დაცემულები ვარ. და ღმერთი რას გვეუბნება? ორი ავაზაკი. ერთი ყველა ცოდვა ამასაც ჩადენილი აქვს, ამასაც ყველა ცოდვა აქვს ჩადენილი. ერთი ეუბნება, აბა ღმერთო, სადახარ, თუ ხარო, მიდიო და ერთი აბა დაგვიმტკიცა, სასწაული მოახდინე, აქვსენი ხელებიო და მეორე კიდე ეუბნება, ბიჭო, რეებს ეუბნებიო, ესო უცოდველიაო, ჩვენი ცოდვები გააკრა ჯვარზეო. და ჩვენ კიდე ყველა ცოდვა მიგვიძვის და ღირსები ვართო, ჯოჯოხეთში მოვხდეთო. ამიტომ უფალო, შემიწყალე ცოდვებიო და მაპატიო. ასე სწავლება ეკლესია გვეუბნება. ყველა ვარიანტში ამ ორი ავაზაკიდან ერთ-ერთი ხარ შენ. იმიტომ რომ უცოდველი ადამიანი არსებობს? ზოგი მძიმეა, ზოგს ნაკლები, მაგრამ ყველას ცოდვები გვაქვს. და ჩვენ რა გადაგვარჩენს? აი, ავაზაკებზე რო ამბობდით მას, ერთ მარცხენა ავაზაკმა რო უთხრა რომ შემიწყალე, ღმერთმა უთხრა დღესვე ჩემთან 60-ში იქნებიო და პირველი ადამიანი. რითი გადარჩა ხო და? სიწმინდით და წმენით. რითი სინანულია. ახსარებით გადარჩა, სინანულით გადარჩა. დაიმახსოვრეთ ახლა ბოლო ჩემი სწავლება. იმით კი ვერ გადარჩები, რომ ცოდვას ვერ ჩაიდე. ყველა ცოდვილები ვარ. ადრე თუ გვიან ყველა ჩაიდეს ცოდვას. ეგ არ არის ხსნა. და უცოდველი ადამიანი არ არსებობს. ხსნა არის ახსარება და ზიარება და სინანული შენი ცოდვების გამო. მიხვდი? ამ ნაწარმოებში ყველაზე მაგარი, რაც დევს, ახსარება და ზიარება დევს, ახსარება დევს და სინანული დევს საფარბეგის. რომელიც აღიარებს თავის დანაშაულს, მიდის მოძღვართან, მოძღვართან ფაქტურად ახსარებას აბარებს. სიკვდილის ღირსი ვარ, არაფრის ღირსი არა ვარო ეუბნება და იწმინდება სულად. ესე იგი ცოდვა, პატარა ცოდვა და დიდი ცოდვა ერთი და იგივეა. უფლისთვის, რაც უფრო დიდ ცოდვას ჩააბარებ, უფრო უყვარხარ ღმერთს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი აიღო და ყველა ცოდვა ჩააბარე. ხა ესე ცოდვას ჩააბარე, ჩაიდენ როდისმე? შენ თავზე შენი თავი რო დაგჭი, შენი სინდისი, შენ ჩადენი ცუძე, ისე იცოდე არაფერი დაგჭის. მთელი ცხოვრება იმერთი ცოდვიდან ვერ გამოყალიბ. თუ ახლა ჯვარი წერიას ასეთი ცოდვია, თქვენ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი, მაგრამ სიფრთხილეს ბავშვებო თავი ასწივა. ეშმაკი არის ყველგან ჩასაფრებული. ამიტომ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში არ თქვენ უნდა ჩაიგდოთ თავი. არც ცოლი არ უნდა ჩააგდოთ და არც მეგობარი კიდე. აი საფუძველი მთელი ნაწარმოებისა ესაა. მეგობარი გაწია. მოდი ახლა ბოლო დასკვნა და ამით ვამთავრებ. მაინტერესებს ახლა 4 გმირი გვყავს. 4 გმირიდან ერთი დადებითი უნდა დავასახელოთ. ყველაზე დადებითი გმირი ვინ არის? მხოლოდ ერთი. ჯერ დავასახელოთ ყველაზე უარყოფითი პერსონა ამ ნაწარმოების. მხოლოდ ერთი უნდა დაასახელოთ. მე დავასახელებ პიროვნებებს და ვისაც უნდა დაწევს ხელს. პირველი ნაზიბროლა. ყველაზე უარყოფითი ვინ არის ნაწარმოებში? 4-დან ერთი უნდა დაასახელოთ. საფარბეგი, ბათუ, აფხაზი და მასწავლებელი, მასწავლებელი, გამზდები.
ამ 4-დან ერთ-ერთი უნდა დაასახელოს. ყველა შენ ომერი პატარა. საი, მასწავლებელი. აფხაზ მეგობარი. საფარბეგი. საფარბეგი. მასწავლებელი, სამ. მასწავლებელი. გამზდები, ხო? შენც გამზდელი? გამზდელი. ესე იგი უმეტესობამ ჩათვალა რომ თვითმკვლელობა არის ყველაზე უპატიებელი და დიდი ცოდვა. ეხლა ყველაზე დადებითი გმირი ვინ არის ამ ნაწარმოების? 4 გმირი ყავს. აბა დავიწყოთ აქედან ეხლა. ნაზიბროლა. რა ნაზიბროლა საიდან მოიტანეს? რითი არის კარგი? აფხაზი ბათუ. მას არ დამალა ის რომ იძალა. მე არ უნდა ეთქვა მოსაპარად სად მიდიხარო? აფხაზი რატო წავიდა მოსაპარად? რანაირი გმირია? რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, გადარჩენა ახსარება და სინანულშია ხსნა და არა იმაში, რომ ცოდვას ვერ ჩაიგდეს. ჯვარის წერიათ ასეთი ცოდვისგან. მაგრამ ზოგი პატარ-პატარა ცოდებს ეკლესიაში არ დადის, მაგალითად. და იფიქრეთ, ეს პატარა ცოდვაა. იცით, რომ ეკლესიაში რო არ დადიხარ, უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე რაც საფარბეგმა გააკეთა. იმიტომ რომ ის დიდად დაეცა და ცხოვრების ინტერესი დაკარგა და შენ ყოველკვირა აცდენ ამას არ დადიხარ და გონია რომ კარგად ცხოვრობ და როგორ დაიცვალო სად მოხდები საფარება ხსნების დარღვევა გეუბნება ყოველი მეშვიდე დადექი ტაძარში შეიძლება ამის დარღვევა ხო აი ჩვენ კიდე ისე უყურებთ ამას თვითონ ძალიან მარტივი რამეა ამიტომ კიდევ ვიმეორებ ცოდვის დარღვევა არ არის კატასტროფა თუმცა უნდა ვაკონტროლოთ და არ ჩავიდინოთ ხლა ასეთ ცოდვაზე ჯვარი წერია ხო ესე იგი აბა შენი აზრით ახსარება ჩააბარა და მოინანა იტირა მასთან გამოდის რომ უცოდველი იყო განიწმინდა თავის ცოდებს და მითო ქრისტე აპატიას ყოლა თუმცა ჯვარის წერია რა თქმა უნდა არასწორად თავის ძმას ანუ საფარბეგია ყველაზე ასე თქვათ დადებითი პიროვნება ამ თავის ძმას უკვე ცოდვა ქონდა ჩადენილი რომ მოიპარა ცხენი და არ ჩაუბარებია კი ბატონო, იქ არსა დაწერია. იბრალებს თავის თავს არსად არ აბრალებს ამ დანაშაულს. სხვას ეუბნებოდა. ეს თავის თავს აბრალებს. ის სხვას აბრალებს. გასაგებია, ხო ბავშვები? კარგით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად აზროვნებთ. ძალიან აი ესეთ მე ხმაყოფილი და დაინახა და თავისი ყველა საკითხი იცით ძალიან კარგად და კარგად აზროვნებთ და მე მინდა ამისთვის მადლობა მოგიხადოთ. ეხლა მთავარი რა არის? რაც რამე ამის შემდეგ ამბავს გაიგებთ. ნაწარმოებს წაიკითხავთ. დღეში 1000 ამბავი გესმით. Facebook-ზე დაიდო რაღაც ამბავი. დასხდებით ოჯახში. მოიტანთ ამ ამბავს და ჩაის დალევაზე თუ თუნდაც ისე შეკრებაზე თქვენთვის კარგია ერთად გქონდეთ ყველანი. დასხედით და გაარჩიეთ. რაში მოიქცა ესა და ეს ამბავი სწორედ? აი ახლა უყურეთ. ამ ნაწარმოებს ყველა სხვანაირად არჩევს, იმიტომ რომ არასწორად ცოდნა აქვს ხალხს მიღებული. 10 მცნებიდან უნდა შევხედოთ, თუ ქრისტეს თვალით არ შევხედათ ამ ყველაფერს. პედაგოგებიც კი არასწორად ასწავლიან ამ ნაწარმოებს. არასწორად ასწავლიან, ამ დროს აქ სხვა რაღაცაა ჩადებული. ჩადებულია ზუსტად ის უნიკალური ისა, რომ ახსარება ზიარება გადაგვარჩეს. აბა რა წერია წმინდა მამები გვეუბნებიან პირდაპირ. რა თქმა უნდა ჯვარი წერია ასეთი ცუდი მოქცევისგან, მაგრამ კაცო შენ როგორ იმეტებ, როგორ ტოვებ იმას მარტო იქ. ამაზე დიდი დანაშაული, ყველაზე მთავარი დანაშაული ზუსტად იმ დადებით გმირში არის, რომელიც გამოყავთ გმირად და ხოტბას ასხავენ. ამ ხელში რა თქმა უნდა. ამიტომ დაიმახსოვრეთ ესე იგი. ყველა სიტუაციას, ყველა გარემოს უნდა შევხედოთ 10 მცნებით. იმიტომ რომ 10 მცნება არის ღერძი წუთი სოფლისა. თუ გინდა რომ არ შეცდე და გაიგო რომელი არის ჭეშმარიტება. კარგით, ავდგეთ ახლა თქვათ როცა და დავასრულოთ. ღირს არის ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ ჩემ ღვთისმშობელო, რომელი მარადი სანატრელი ქმენ, ყოვლად უბიწოთ და დედათ ღვთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთა ესთა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, ხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
უფალო შეგვიწყალენ, მეუფეო ზეცათაო ვაკურთხე. ეხლა ჩემო ძვირფასებო, ბოლოს ერთი სიტყვა უნდა გითხრა. ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი რას გვასწავლის? სამანაირი აზრი არსებობს, დაიმახსოვრეთ. პირველი, შენ რას ფიქრობ ამა თუ იმ სიტუაციაზე? მეორე, საზოგადოება, ანუ ხალხი რას ფიქრობს? აი ხალხი რას სიტყვის, რა თქვია? ხალხია ეს. ანუ საზოგადოების აზრი და მესამე, არის ღმერთი რა. ვისაც უნდა რომ სწორედ მოიქცეს, როგორ უნდა მოიქცეს? შეიძლება შენ მართალი იყო ყოველთვის. თუ თავისუფლად შეიძლება ეს მაგმა შეგასწინოს და ძალიან მაგარი სისულელე წამოსთქვა, გააკეთო და ასე. არ შეიძლება ხალხი შეცდეს, არ შეიძლება ეს მაგმა ხალხი აცდუნოს. იტყვიან ხოლმე, აი მე ეს კი მინდა რომ გავაკეთო, მაგრამ აბა ხალხი რა სიტყვისო? და ხალხის დარდი გაქვს შენ რა სიტყვის? შენთვის თავარია ცოდო არ ჩაიგინო, რომ ღმერთმა რაც გასწავლა ის გააკეთა. ამიტომ დაიმახსოვრე. არც ის არის სწორი, შენ რაც გინდა და შენ როგორ უყურებ, არ არის ეს სწორი, დაიმახსოვრეთ. არც ის საზოგადოება როგორ უყურებს ამ თემას, სწორი არის ღმერთი როგორ უყურებს. როგორ გავიგოთ ღმერთი როგორ უყურებს? უნდა ათიმცნება მორჩა, საიდუმლო იცი. აიღე ათიმცნება, ის შენი საკითხი შეადარე, არ უნდა დააღვიო არც ერთი, მორჩა უკენ აპონიგა. ესე იგი თუ ესე იგი ათიმცნების დაცვაზეა საუბარი, ეს აზრი მოგივიდა, ეს არის ღმერთის აზრი. თუ ათიმცნების საწინააღმდეგოა, ვისი აზრია? ყველა ეშმაკის არის, მოპარვა ეშმაკის არის. ქალის მარტო დატოვება კაცთან ეშმაკისგან მოდის. საზოგადოების აზრით ეს ვარ. საზოგადოების აბარა. საზოგადოებაში რა ერთი ჭეშმარიტი კაცი იყოს. დიახ. არა, ჭეშმარიტება იქნება, მაგრამ თუ ღმერთთან არ ახარ, საზოგადოება არავინ არ არის. საზოგადოება ძლიერი მაშინ არის, როცა ათიმცნებით უყურებს ყველა. გასაგებია? ამიტომ გულში კარგად დაიმახსოვრეთ ათიმცნება და ყველაფერს შეხედეთ აი ამ კუთხით. თუ გინდა რომ სწორედ მოიქცეთ.